გამარჯობა, მოგესალმებით. რამოდენიმე კვირის წინ დავუწყე და უბრუნდა ისე ვიდეოების ჩაწერას. ადრე წერდი რაღაც ცოტა ზერელეთ. მე შევეშვი რაღაც დროის უკონლობის გამო და რამდენიმე წელია უკვე მგონი 2-3 წელია აღარ გამიკეთებია არაფერი ვიდეო და ცოტა ხნის წინ დავიწყე TikTok-ზე რამდენიმე ვიდეო დავდე. ჩაწერა, მაგრამ საკმაოდ რაღაც შეზღუდულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ რაღაც ფორმატი უფრო პატარა ფორმატის ვიდეოები არის რაღაც TikTok-ისთვის განკუთვნილი. რა თქმა უნდა 10 წუთიანებით იდება, მაგრამ ნაკლები, TikTok-ის მაყურებელს ნაკლებად აინტერესებს, ასე ვთქვათ, ესეთი ვიდეოები. ამიტომაც გადავწყვიტე დაუბრუნდე რა TikTok-ზეც გავაგრძელებ, უფრო შედარებით ფორმატ შევზღუდა, უბრალოდ რამდენიც არ უნდა ვეცადო იქ, ერთ სუნამოზე ვერ ვლაპარაკობ, ასე 1 წუთში და 2 წუთში ვერ ვეტევი და სულ გამომდის 3-4 წუთიანი ვიდეოები, ამიტომაც ცოტა უფრო ვრცელი ფორმატისთვის, ასე ვთქვათ, გადავწყვიტე YouTube-ზე დავდო ხოლმე. კვირაში ალბათ 1 ან 2 ვიდეოს, დანარჩენს ისევ TikTok-ზე გავაგრძელებ, ნახოთ არ ვიცი როგორ იქნება, დაინტერესება. ეს არის ჩემი კოლექცია და ყოველთვის ვანახლებ, კვირაში 5-6 ახალი სუნამა მომდის დაახლოებით. ზოგჯერ შეიძლება ჩავარდეს 2-3 კვირა არაფერი არ შევიძინო, შემდეგ 10-15 შევიძინო, მერე ზოგი გაიყიდოს, ზოგი გავცვალო, მოკლედ სულ ბრუნვაში, ასე ვთქვათ, გაცროვად და მოკლედ ასეთი თაროა, ქსერჯოფებიც არის, კაზამორატიდან 4 მაქვს, მერე სოსპიროს სუნამოებია, 1 ბოდიჩია ჯერჯერობით, პარფიუმს დე მარლები, პანადორა, როჟა, გებაუერი, უგოლინი, ლუი ვიტონი, ნაზომატო, იქით ორთო პარიზის სუნამოები, ვიდიანი, კურჯიანი, ნიშანე, ინიციო, არგოსი, ანფასი, პარფიუმს დელმარი, ამუაჟი, Spirit of Dubai, Clive Christiani, ანტუა ბარუა, ნობილე 1942, აქეთ ატარალჰასი და გრიტი, იქით გვაქვს მეისონ კრიველი, ტომ ფორდი, გერლანი, შემდეგ აქ გვაქვს რა ქვია ამ ბრენდს ზუსტად, პრიმორდიალეს და Yves Saint Laurent-ი, არაბიან უდი, აქ ცოტა შერეული მაქვს ქვევით უკვე, თამენ, გრის ჩანელი არის BDK-ის, Ex Nihilo Aventus Secretis, Liquid Imaginaries და მერე მოდის დამავიწყდა უკვე Dates, Delights, რაღაც House of Wood მგონი ეგრე ქვია და მერე გვაქვს იქით კიდე მორჩენილი პარფიუმს დე მალის დელინამიდოს, კილიანის ანჯელშია და აქეთ მაქვს ტიციანა ტერენცის ერთი სუნამო დამრჩა, იმიტომ რომ რაღაც ტერენცის ფანი დიდად არ ვარ, სამწუხაროდ, ბევრი არ მომწონს, ეგ ერთადერთი აქვს ერთი ძალიან მაგარი ჩემი აზრით შექმნილი, აქეთ ეს მზე ახლა სპეციალურად ვიდეოსთვის ავხადე, თორე ისე მზისგან რა თქმა უნდა დაცული მაქვს, ახლა ჩამოვწევ ისევ, დაარაბებს ასე ვთქვათ. და მოკლედ რა ვიცი, თუ დაგაინტერესებთ ხოლმე აღწერები, 4-5 წუთიან აღწერა სავარაუდოდ თითოეული სუნამოზე, ასევე სხვადასხვა თემებზე შემიძლია ვიდეოები დავდო ხოლმე. ძალიან რაღაც ისევ რაღაც ქართულ ვიდეოებში ძალიან არა საინტერესო ვიდეოები მხვდება ხოლმე, ძალიან იშვიათია რომ ვიღაცამ საღი ასე ვთქვათ კონტენტი შექმნას სუნამოებში, ან მე ჯერ არ შემხვედრია, უბრალოდ ძალიან 99% რასაც მიგდებს, სულ ფეიკების დარეკლამება მიდის ფულის სანაცვლოდ, ეს ცნობილ სახეებს მოისყიდიან, არ ვიცი რატო არის ესე მოდაში შემოსული, ან რამდენს იხდიან, რა ვიცი, ხა მილიონებს ეგენი არ გადაიხდიან და 1000 და 1500 ლარის გამო, რატომ უნდა რა ვიცი, ხა გაიბანძოს ვერ ვაკადრებ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მიუღებელია, მოკლედ, რაც არ უნდა ცნობილი სახე ვიყო მით უმეტეს, მეც ახლა ვარავინ არ მიცნობს ფული რო შემომთავაზო, ნამდვილად ვერ დავარეკლამებ.
ასეთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ყრალს უნდა მოეს ბოდიშიდან, რა ვიცი, 99% ყარს, ეს ფეიკები, რომელიც ერთ-ერთი მიმსგავსებულია ვითომ შანელები, ვითომ ლუი ვიტონები. რა ვიცი, ორიგინალებიც არის ახლა, რაც მე დიდად არ მომწონს და ჩემთვის ისინი წყარს, ხალხი გიждდება, მაგრამ არის მოკლედ რაღაც პლუსები და მინუსები, რასაც ესე ვერ ჩამოთვლი ამ ერთ ვიდეოში. მაგისთვის ალბათ ცალკე ვიდეო იქნება ჩასაწერი. უბრალოდ, რა ვიცი, თუ დაგაინტერესებთ, რომელიმე სუნამო, რომელიმე ბრენდი, დამიკომენტარეთ, განვიხილოთ, ჩავწერ მე ნელ-ნელა ვიდეოებს, თუ ბევრი მოთხოვნა იქნება მიუყვებით ამ მიმდევრობით. თუ არა და ჩემით შემოგთავაზებთ ხოლმე ხანდახან, ალბათ კვირაში 1-ან 2 ვიდეოს გავკაჩავ, დაკავებული ვარ საკმაოდ და შევხედოთ რა გამოვა. აქ უფრო YouTube უფრო მაძლევს საშუალებას სავარაუდოდ, რომ ნორმალურად ესე დაჩქარების გარეშე ვისაუბრო და ნახოთ მოკლედ დროებით და შემოგთავაზებთ ამ დღეებში სავარაუდოდ შეიძლება ხოლმე ჩავწერო რაიმე ვიდეო წარმატებები და დროებით